კონსორციუმი, რომელიც ანაკლის სპორტის პროექტზე მუშაობს, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. კომპანია სტრატეგიული ობიექტის დაფინანსებით დაინტერესებული 4 საერთაშორისო ბანკის მოთხოვნას აჟღერებს. 400 მილიონი დოლარის სესხის სახით გაცემის სანაცვლოდ სპორტის პოტენციური ინვესტორები ტვირთბრუნვის ნაწილში სახელმწიფოსგან გარანტიებს ითხოვენ. სწორედ მითითებული თანხის მოზიდვის შემდეგ უნდა დაიწყოს ზაფხულში ანაკლიაში ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. მოთხოვნა გაუგებარია პრემიერისთვის, რომელმაც დღეს კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობები შეახსენა. მმართველი გუნდის მიერ პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტულ პროექტად გამოცხადების მიუხედავად, ოპონენტები ანაკლის პროექტის გარშემო მიმდინარე პროცესების მიღება პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ. ანაკლის სპორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება, ამას ხელისუფლების პირველი პირები ამბობენ. იმის შესახებ, რომ პროექტი ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ასრულებს და მომავალში შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ფინანსურს. პრემიერმა ისიც განმარტა, რატომ გადაწყდა თავის დროზე პროექტის კერძო ინვესტორის მეშვეობით განვითარება. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნას ინვესტირების განხორციელების სანაცვლოდ მათ ტვირთბრუნვის მოზიდვაში გარანტორად სახელმწიფო დაუდგეს პრემიერი კითხვით პასუხობს. თუ ისევ ბიუჯეტის ხარჯზე საუბრობთ, რომ უნდა მოხდეს ტრაფიკის გარანტიის მიცემა, ნუ ამ შემთხვევაში კითხვაც ჩდება, რომ რა არის მაშინის დამატებითი ღირებულება და ის დამატებითი ძალისხმევა, რომელიც უნდა მოიტანონ საერთაშორისო ინვესტორებმა. ჩვენ საერთაშორისო კონსორციუმი ჭირდება სწორედ ამისთვის, რომ ძლიერი მოთამაშეები შეძლებენ საქართველოში დამატებითი ტვირთის მოზიდვას. ანაკლის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულებისთვის აუცილებელი 400 მილიონი დოლარის მოზიდვის სანაცვლოდ 4 მსხვილი ბანკი ტვირთბრუნვაზე გარანტიის აღებას საქართველოს სახელმწიფოსგან ითხოვს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკება გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა საუბარი ინვესტორების მხრიდან კონკრეტულ გარანტიებზე ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო. შეაფასეს საბოლოო რისკები პროექტის და შესაბამისად თვითონ პროექტი, მერე თქვეს, რომ აი ეს არის რაც გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ დავაფინანსოთ ეს პროექტი. მაგამდე ლაპარაკის დონეზე იყო გაჟღერებული, ესეთ ვთქვათ, შეხვედრების დროს, მაგრამ კონკრეტიკაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი არასდროს ესეთ დაკონკრეტებით, არასდროს დადასტურებით არ ყოფილა. რასაც ეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ, ეს კიდევ ერთხელ ვინ სხვა გარე ინვესტორიც არ უნდა მოიყვანოს მთავრობამ, ყველა ამ მოთხოვნებს დააყენებს. ის, რასაც ანაკლის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო. ამაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში ანაკლის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ კერძო სექტორს უჭირს ანაკლის სპორტის პროექტის დაფინანსების მოზიდვა და ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც TBC ბანკის გარშემო განვითარდა. ეს პირობა არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველად, არც ინტერესთა გამოხატვის დროს და არც საინვესტიციო ხელშეკრულების დროს. მიუხედავად ამისა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად სწორედ მთავრობა არის ჩართული ამ პროცესის და ანაკლის განვითარების კონსორციუმთან ერთად ცდილობს, რომ ეს პროცესი წარიმართოს უფრო სწრაფად. შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მისცეს გარანტია ტვირთებზე ამ პორტის. ეს არ იყო თავიდან ხელშეკრულებაში, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უყურებთ ამ წინადადებას. ეგ ერთი. მეორე, ისეთ თქმას მიდოდა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა შეიქმნა ზუსტად იმიტომ, რომ ამ პროექტს ახორციელებს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინვესტორი. და ისე ვიმეორებთ, რომ ჩვენ წავედით ამ ნაბიჯზე, რომ კერძო ინვესტორმა შეასრულოს ეს პროექტი იმ მიზეზით, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს სრულიად კერძო სექტორზე დაფუძნებული. ეკონომისტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ბიზნესის სუბსიდირება და სახელმწიფოს მხრიდან გარანტორად ჩადგომა გამართლებული არ არის. თუ არის ტენდერის პირობა, უნდა შესრულდეს. თუ არ არის ტენდერის პირობა და კიდე რამე დამატებითი უნდათ, მაშინ ის არ უნდა შესრულდეს, იმიტომ რომ კომპანიამ რომელმაც აიღო თავზე ამ ხელა პროექტის განხორციელება, წინასწარ უნდა ცოდნოდა და რისი მოლოდინები შეიძლება ქონოდა. თუ მას ამ მოლოდინების გამართლება არ შეუძლია, მაშინ ის უნდა ჩამოშორდეს საქმეს და სხვა უნდა შეუდგეს საქმეს. TBC ბანკი, გამოძიება და ანაკლის პროექტი. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ამ სამი თემის ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. არ გაეცეს კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები. როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლის პროექტის რეალიზაცია. ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი მე ბოლო პერიოდში მომისმენია. და ამავე დროს სრულიად უპასუხისმგებლობა. ასე არ ფიქრობს ოპოზიცია. მათი თქმით, მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პირდაპირ კავშირშია ანაკლის სპორტის მომავალთან. თუ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ
მთავრობას თუ მათ ვიღაცებს არ სურთ ანაკლიის პროექტს მიაყენონ ზიანი, მაშინ ამ ქმედებით ადგება უდიდესი ზიანი და მაშინ ყოფილა ბრიყვები. ქართული ოცნება მისი თავმჯდომარის კაპრიზების გამო და ძალიან დიდი ალბათობით იმის გამო რომ სურს ასიამოვნოს რუსეთს ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ანაკლიის პორტს. ოპოზიციას ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიზებისგან თავის შეკავებას ურჩევს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფოს პრიორიტეტია. ვის რა მოვალეობაც აქვს, ის ბუნებრივია უნდა შესრულდეს და აქ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ნამდვილად არ რჩება ადგილი და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ძალიან ხელოვნური არის ის სიტუაცია, ვფიქრობ, რაც არის შექმნილი. თვითონ სახელმწიფოს პრიორიტეტი არის ამ პორტის მშენებლობა და აქამდე ყველანაირად ხელს უწყობდა და უზარმაზარი თანხები არის სახელმწიფოს მხრიდან გაღებული ამ პორტის მშენებლობისთვის და აპირებს სახელმწიფო და ეს აქვს დაგეგმილი რომ ყველანაირად მას ხელი შეუწყოს. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი ბიზნეს ომბუდსმენმაც გააკეთა. ირაკლი ლექვინაძე მზად არის მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტზე სახელმწიფოსთან უშუამდგომლოს.